გამარჯვების შემთხვევაში წყლის დავალიანების ჩამოწერას პირდება სოციალურად დაუცველებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატი. გიორგი ესამიძე დღეს გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის ინფრასტრუქტურული ნაწილი გააცნო. ყოფილი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ადგილობრივებს წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას პირდება. დღეს ყველაზე დიდი ძიმეტვირთი ამოსახლეობის ჩვენი უბნელების არის ძიმესუნი, ეს კანალიზაციის მოწესრიგება, წყალი, ძველი დავალიანება, რომელიც სართულია ახალი სისტემა წყლისა და სასწაულად ბრუნავს ეს მრიცხველები და უაზრო ციფრები გაიწერა. ბათუმის წყალს ვერ დავთმობთ, იმიტომ რომ ამასთან ყველა ინფრასტრუქტურული პროექტია მიბმული ბათუმში. და ეს არის ჩვენი უდღევი პოზიცია. ბათუმის წყალი ბათუმს უნდა დარჩეს ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ პროექტი რეორგანიზაციის პროექტი დამთავრდება და სანამ მთლიანად გამართული სისტემა არ გვექნება მთელ ქალაქში. ეს ერთი. და მეორე, აუცილებლად დავიწყებთ იმით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებით დავიწყებთ და ძველ დავალიანებას ჩამოვწერთ.